ფაქტობრივად ბავშვების უმეტესი ნაწილი გავატარე სიმღერის სტუდიაში, საბავშვო სტუდიაში, რომელიც დედაჩემმა დააარსა, როცა 5 წლის ვიყავით. მოვიწავლე მოკლედ სიმღერით და კონცერტებში მაქვს გატარებული მთელი ბავშვობა. ჩემი ცხოვრება შეცვალა იმ პერიოდმა, როდესაც გავხდი დედა. ფაქტობრივად ყველა სხვა ინტერესი გადავიდა უკანა პლანზე. ყავს 3 შვილი, ძალიან პატარა შუალედებით გავაჩინე და ჩემი თავი ახლიდან აღმოვაჩინე აღზრდის პროცესში. 3 არის ძალიან ინდივიდუალური და საკმაოდ განსხვავებული. ერთმანეთში აქვს საოცრად თბილი და მზრუნველი ურთიერთობა და ჩემ მიმართ არიან ძალიან მზრუნველებიც, ძალიან მოსიყვარულეებიც, გამოხატავენ აი ამ სიყვარულს და ზრუნვას. ხშირად გამიცნობიერებია, რომ საკმაოდ ცუდად გრძნობდი თავს, ზუსტად იმიტომ, რომ ბავშვებს ვთქვამთ, რომ დე, კარგად ხარ, რამე ხო არ გიჭირს. წამლის გამოჩენა ჩვენს ცხოვრებაში იყო დიდი სიურპრიზი. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე რომ გავაჩინე, ვიცოდი უკვე ამ წამლის არსებობის შესახებ, ვიცოდი რომ გარკვეულ ფაზებს გადიოდა. დიდად მოლოდინი არ გამჩენია, რადგან 21 საუკუნეა და ჯერჯერობით არაფერი მანამდე არ გამოგონებულა ამ სინდრომის ასე ვთქვათ, სამკურნალოდ. დაახლოებით 7 წლის იყო, როდესაც გავიგე, რომ ეს წამალი დამტკიცდა საბოლოოდ, გაიარა ეს რაღაც 4 ფაზა. იმ დროს, როდესაც წამლის დამტკიცების შესახებ გავიგე, მე პეტრეს ცვლილების მოთხოვნილება საერთოდ არ მქონია. უბრალოდ თავს მუდმივად დამნაშავედ ვიგრძნობდი, რომ გარკვეული შესაძლებლობა არსებობს და მე ამას პეტრეს ვერ ვაძლევ. ამიტომ დავიწყე ყველა იმ საშუალებით ამ წამლისთვის ბრძოლა, რაც შემეძლო. მოლოდინები გაგვიჩინეს ჯერ, იმიტომ რომ მათ რეალურად ეკუთვნოდათ, რომ დაეფინანსებინათ ეს წამალი ბავშვებისთვის. საბოლოოდ გაუბრაზდით და ქუჩაში გამოვედით იმის გამო, რომ მოტყუებულად ვიგზავნით თავი. ძალიან შიგნით დავინახეთ, ძალიან ახლოს დავინახეთ, როგორი მექანიზმებით, როგორი მეთოდებით ებრძვის სახელმწიფო პროტესტს, როგორ ცდილობდნენ ჩვენს გაშავებას, პროტესტის გაშავებას, დედების გაშავება ერთულებოდათ, ამიტომ უფრო წამალს აშავებდნენ, რაღაც ტყუილებს იგონებდნენ, როგორ მუშაობდა პროპაგანდისტული მედია საშუალებები. პირველად რომ დაინერგა მედიკამენტი, ზუსტად წელიწადნახევრის წინ ნოემბერში იყო ეს ხუთეული, რომლებმაც დაიწყეს ბავშვებმა წამლის მიღება. ეს პეტრემ დაიწყო ზუსტად 1 წლის წინ და ყოველდღიურად იკეთებს წამალს, აქვს ძალიან კარგი შედეგები. ზუსტად ის რა მოლოდინიც ჰქონდა, რომ პროპორციები გაუჯანსაღდებოდა და ხელფეხი დაეწეოდა ტანს. ალბათ ემოციური ფაქტორი კიდევ მეორე მხარე არის ამ წამლის მიღების. და ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ განწყობა ბავშვების არის გაუმჯობესებული. რაც შემიძლია პეტრეზე ვთქვა, არის რომ არის ძალიან დაინტერესებული მუდმივად გულშემატკივარი იმისა, რაც ხდება რუსული კანონის აქციებიდან მოყოლებული. ძალიან ბევრი კითხვას მისვამს ხოლმე და შაშანაც მისვამდა, მაინც რომ მიიღონ ეს კანონი რა მოხდება. როდესაც მიიღეს, ეხლა რა გვეშველება, ეხლა რა ხდა, სულ გული შესტკივა, სულ ნერვიულო, სულ განიცდის და გულშემატკივრობს ძალიან პროტესტს და გულშემატკივრობს გამარჯვებას. მარტივად შედის ადამიანებთან კომუნიკაციაში, ძალიან სიამოვნებს ხოლმე, როდესაც იცნობენ და სიყვარულით და მოკითხვებით მოდიან მასთან და თვითონაც ძალიან ძველი ნაცნობებით ესალმება ხოლმე ადამიანებს, რომელსაც შეიძლება კარგად არ იცნობდეს. ხან დროშით დადის და თან რაღაცებს შეძახილებში აღყვება ხოლმე დემონსტრანტებს, რაღაც თქვათ აქსესუარებს დაიმატებს ხოლმე და თავის არტისტიზმი აი ამ გამოხატვის ფორმებში მუდმივად იყენებს აი ამ უნარებს. პროტესტის ყველაზე დიდი მუხტი ჩემში გამოიწვია ქვეყნის კურსის შეცვლა, ოკუპანტის ქვეყნიდან ჩამოვიყვანეთ პოლიტიკოსი და დავსვით ჩვენს პარლამენტში ძალიან დიდი დარტყმა თავმოყარეობაზე, ეროვნულობაზე, პატრიოტიზმზე. მე უკვე აქ ემატება და ემატება ყოველდღიურად ისეთი მძიმე დანაშაულები მოქალაქეების წინაშე ჩადენილი, რომელიც კიდევ უფრო
კარგად გვანახებს იმ საშიშროებას, რასაც გურძნობდით აქამდე. ჩემთვის ძალიან დიდი ძალის მომცემი ადამიანები არიან, რომლებიც ჯიუტად მუდმივად გარეთ დგანან. წინდისი არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ დარჩნენ და მიატოვონ თანამებრძოლები შუა გზაზე, ასე ვთქვათ. ბრძოლის ველზე მიტოვებას გავს ჩვენთვის ის, რომ დავრჩეთ სახლში და აქ არ ვიაროთ გარკვეული სტაბილურობით. თუ არ გავჩერდებით, გავიმარჯვებთ და მე უკვე ბოლო 1 თვეზე მეტია დავრწმუნდი, რომ არ გავჩერდებით. პირიქით. ახალ-ახალი ძალებით აღვივსებით.